ერთ საკითხზე ვისაუბრებ დღეს. კონკრეტულად იმაზე თუ როგორ ხდება ფუტკრის დათვლა. აქ მიწევს ხოლმე სხვის საფუტკრეებში შესვლა, ნახვა, დათვალიერება რაღაცა გარემოებების გამო ორი კვირის წინ დაახლოებით ერთ ადამიანს გავყევი. ფუტკრის საყიდლად აინტერესებდა როგორი ოჯახი იყო დათვალიერება ნახვა და სანამ წავიდოდით ველაპარაკე ამას ვიწყიდი და გამოვკითხე რა, იმიტომ რომ ვიცი ხოლმე რომ ამბობენ აი ახდიან სკას ზევიდან დახედავენ და სავსეაო რა, 10-ზეაო რა, 12-ზეა და ესეთი რაღაცა და დაახლოებით ხო უნდა იცოდე რომ მიდიხარ წარმოგედგენა კონდეს როგორი სკაა და რა რაოდენობის ფუტკარია შიგან ბარტყი რამდენზე ყავს და 7 ჩარჩოზეაო ფუტკარიო რა კაცმა თქვა. ვეკითხები რომ 7 ჩარჩოზე რო არის მეთქი, აი 7 ჩარჩო რო უდგას გარეთ ამ მხრიდან იმ მეშვიდეზე ზის მეთქი ფუტკარი და კიო ბევრიაო რა, დამატებით 2 კიდე ჩაუდგითო. კარგი ხო ნახეთ და ესე 20-ის კიდან არც ერთი არ იყო ნორმალური სკა, ასე ვთქვათ რა. 3 ჩარჩო ფუტკარი თითოში. ჩარჩოები კი უდგა 7, 8, 9 სავსეა, მაგრამ ფუტკარი არ არის შიგდა. აი მაგაზე მინდა ვთქვა, როგორ ითვლება ფუტკარი, როგორ ხდება ფუტკრის დათვლა საერთოდ. ფუტკარი იანგარიშება ჩარჩოების მიხედვით კი ბატონო, მაგრამ ერთი ჩარჩო ფუტკარი არის მაშინ, როდესაც ეს ფუტკარი ფარავს ამ ჩარჩოს ორივე მხრიდან. ეს არის დაახლოებით 250 გრამი ფუტკარი. 250 გრამი ფუტკარი არის 2500 ცალი რაოდენობაში დაახლოებით. 6 ჩარჩოს როცა ამბობს ადამიანი, უდგას ის 6 ჩარჩო, 7 ჩარჩო და მეშვიდეზე რა, გარედანაც უნდა იყოს ფუტკარი, თუ იქ 7 ჩარჩო ფუტკარია, ხო და მიხვალა სამის ნახევარიც არ არის ხოლმე, არის ხოლმე ესეთი შემთხვევები და მით უმეტეს ახლა ყიდვის და გაყიდვის პერიოდია და აი ესე ხდება რა ფუტკრის დათვლა. ამ ეს ვიდეოც უფრო იმიტომაც ჩავწერე კიდევ რომ შემდგომში მინდა დავდო ვიდეო სუბლიმაციის შესახებ, როგორ ვაკეთებ სუბლიმაციას. ხშირად მეკითხებიან და ახლა დავდებ კიდე გადავიღებ იმ ვიდეოს. ეს ფუტკრის დათვლა როგორ ხდება, იქ დავჭირდება ეს. და წინ წადგმული ნაბიჯი იქნება. აი მის თქმა მინდოდა მოკლედ ერთი ჩარჩო ფუტკარი არის, როცა ორივე მხრიდან სავსეა, დაფარულია, აი იმას ქვია ერთი ჩარჩო ფუტკარი. და არა იმას რომ მაღლიდან რომ აიღებს, ჩახედავს კაცი და ყველგან ფუტკარი დადის და სავსეაო. იმიტომ ხოლმე ახლა ამ დღეებში გადავიღე ერთი ვიდეო ჩემ ერთ-ერთ სკაზე. ბიჭა როგორ ააშენეს. ადრეა ჩვენთან, მაგრამ დაიწყებს შენებლობა და 8 ჩარჩო ფუტკარია. 8 ჩარჩო უდგას და 8-ე სავსეა ფუტკრით რა. აი ესე ხდება ფუტკრის გაზომა. ამის თქმა მინდოდა, მადლობა ყურადღებისთვის.